საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2021 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ყველა მწვავე და მნიშვნელოვანი საკითხი იყო წარმოჩენილი ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გამართა. ღონისძიების ორგანიზატორები განმარტავენ, რომ აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც ადამიანის უფლება და დაცვის კუთხით საკმაოდ მძიმე ვითარებაა. ასევე პანდემიამ ხელი შეუწყო ადამიანის უფლება და მდგომარეობის გაუარესებას. რაც შეეხება რუსეთის პოლიტიკას, მისი მიზანია სოციალურ-ეკონომიკური და უფლებრივი მდგომარეობის კუთხით რეგიონებში სიტუაცია კიდევ უფრო გართულდეს. ჩვენ ვეცადეთ გაგვიანალიზებინა ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ორივე რეგიონში, ვხედავთ რომ მდგომარეობა არის დამძიმებული, ადამიანის უფლება დაცვის კუთხით არის საკმაოდ მძიმე ვითარება, რაც რა თქმა უნდა განპირობებულია იმითაც რომ პანდემია გარკვეული გავლენა მოახდინა ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებაზე და ასევე მნიშვნელოვანია რომ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა რომელიც ემსახურება გაყოფას ქართველების და აფხაზების და ქართველების და ოსების ესეც ახდენს გარკვეულ გავლენას. მთლიანობა შეიძლება ითქვას რომ ბოლო წლების განმავლობაში არის უკიდურესად დამძიმებული უფლებრივი მდგომარეობა როგორც აფხაზეთში ასევე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აჯამებს ერთი წლის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალში და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას. მოგახსენებთ იმ რეკომენდაციებს, რაც გაიცა ორგანიზაციის მიერ, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, ასევე ხელისუფლების მიმართ და ზოგადად რეკომენდაციები თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით.